თავისუფლების მოედანზე საპატრულო პოლიციას ნაწილობრივ აქვს გადაკეტილი ქუჩები და მოძრაობა შეზღუდულია. ნაწილობრივ, იმიტომ რომ ამოსასვლელები ამ ტერიტორიაზე არის დაკეტილი. იქიდან გამომდინარე, რომ თავისუფლების მოედანი ახლა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დანაყოფებს აქვს დაკავებული და თქვენ ხედავთ კადრში წყლის ჭაულის მანქანები უკვე განლაგებულია თავისუფლების მოედანზე რუსთაველის მიმართულებით, პარლამენტის მიმართულებით. მათ უკან არიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო მანქანები, რომლებიც არიან პასუხისმგებლები სწორედ წყლის ჭაულის მანქანების წყლით უზრუნველყოფაზე. აქეთ არიან უკვე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ავტობუსები და მიკროტვირთოები, ბუნებრივია, იქ შიგნით ახლა ისვენებენ სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლები, ეგრეთ წოდებული რობოკოპები, ჯერჯერობით მათ ფორმა ეგრეთ წოდებული რობოკოპის არ აცვიათ, ისინი არიან ხედავთ თქვენ პირდაპირ ეთერში სამხედრო ფორმებით, აი აქ კი წყლის ჭაულის მანქანებთან განლაგებული არიან განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის რამდენიმე წარმომადგენელი და აკონტროლებენ ვითარებას იმისათვის, რომ წყლის ჭაულის მანქანებს არავინ მიუახლოვდეს და შიგნით სიღრმეში არავინ შევიდეს. აქ არიან მოსულები მოქალაქეებიც, რომლებიც ესაუბრებოდნენ სპეცრაზმელებს, რომლებიც ამ წუთებში აქ არიან განლაგებულები. მე მათთან პირდაპირ ეთერში გადავალკითხვით და მათ პოზიციებს გაგაცნობთ. პერფორმანსი აქვთ. აი მაგალითად ამ ქალს უჭირავს პლაკატი, სადაც აწერია, რომ უმეცრება ძალა. რას ამბობთ, რა გაქვთ სათქმელი? ჩვენ არ გვჭირდება რუსული ხელისუფლება, არც რუსეთის პრეზიდენტი. მოვედით, მოვიტანეთ ბურთი სიმბოლურად, მივედით და ვეუბნებით, რომ თქვენი პრეზიდენტია, ჩვენი არ არის და გაჩუქებთ ბურთს თქო. კიო, ჩვენი პრეზიდენტი არისო ყაველაშვილი, პაპიდარასტები, რა გვინდა პრეზიდენტათო. ამას გეუბნებიან სპეცრაზმელები, რომლებიც აქ არიან. სპეცრაზმელმა მითხრა ესე. კიო, კარგი პრეზიდენტი არისო, ზუსტად პაპიდარასტები, რა გვინდა პრეზიდენტათო. ამას რო იტყვის ახლა ჯერ რა უნდა ელაპარაკო? ან ესენი ახლა ჩვენ დაგვინდობენ, არავის არ დაინდობენ ესენი. მე არ ვიცი. ბიძინას უკანალში ძრომა არ არის ცუდი და რას ეძახიან ესენი ცუდს რო ჩვენ არ გვინდა რუსეთი, ჩვენ გვინდა ევროპა. ამაში ცუდი რა არის? რაც ახლა ხდება პარლამენტში, ერთკაციანი არჩევნები ტარდება და ყაველაშვილის დანიშვნის პროცესს უყურებთ, არალეგიტიმური პრეზიდენტის დანიშვნის პროცესს. როგორ აფასებთ ზოგადად ამ ვითარებას, რასაც ქართული ოცნება აკეთებს? ცირკია, ჩვეულებრივი ცირკია, რუსეთიდან ჩამოსული ცირკი, რომელიც ჩამოდიოდა ადრე მახსოვს ბავშვობაში. ისეთი ჩვეულებრივი ცირკია, ეხლა რაც ხდება იქ. ჩვეულებრივი რუსული ცირკი. ამას არ ქვია არც პარლამენტი, არც ხელისუფლება. ჩვენთვის ეს ჩვეულებრივი რუსეთია. როგორ ფიქრობთ, როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები? როგორ განვითარდეს? ამას რო იტყვის სპეცნაზელი, რომ პიდარასტი არ მინდა პრეზიდენტათო, აი ვიზე ან ვინ წარმოუდგენია, ან რას ლაპარაკობს საერთოდ იცის? ესე ყაველაშვილმა რადგან გინება იცის? კაცია. დიპლომი და განათლებას აზრი არ ქონია. ესე იგი უნდა იყო იგინებოდე, ყველას დედას აგინებდე, დადებს ახლა ფიც და კი ვიცი, ახლა ვერ ვიტყვი, რასაც იტყვის. როგორი პრეზიდენტი იქნება დანიშნული არალეგიტიმური პრეზიდენტი? 5 წელი კი არა, 5 წუთიც არ უნდა იყოს ეგეთი პრეზიდენტი საქართველოს. იმიტომ რომ ეს არის სირცხვილი, თავის მოჭრა. ესე იგი განათლებას აზრი არ აქვს, დიპლომს აზრი არ აქვს, არაფერს აზრი არ აქვს, უნდა იყო იგინებოდე. всё, დამთავრდა. თქვენს გკითხავთ, აქ თამაზ გინტურის სიტყვებით ხართ მოსული სპეცრაზმელებთან იყავით და აჩვენებდით სწორედ ამ გამოთქმას, რომელიც თამაზ გინტურმა სიკვდილამდე, სანამ მას მოკლავდნენ, რამდენიმე წუთით ადრე თქვა. რა გინდოდათ ამით გეთქვათ სპეცრაზმელებისთვის? თამაზ გინტური ქართველი კაცი არ არის და ყაველაშვილი არის კაცი. გრუზინი, გრუზინსკი კაცი. აი ეს მაგათთვის. აი ეს მინდოდა მეთქვა. რაც ახლა ხდება პარლამენტში, თქვენს გაგიმეორებთ, დანიშვნა ხდება არალეგიტიმური პრეზიდენტის, არანაირი არჩევნები არ ტარდება, იმიტომ რომ ერთი კაცი იღებს მონაწილეობას არჩევნებში და ირჩევს ქართული ოცნება, ანუ ნიშნავს ქართული ოცნება. როგორ აფასებთ მიმდინარე პროცესს? საშინლად, ესეთი რაღაცა საერთოდ არ ყოფილა საქართველოში. არასდროს ყოველთვის განათლებას, ცოდნას და კაცობას მართლა აფასებდნენ ყოველთვის საქართველოში და ესენი ვინ არიან? საერთოდ ვინ არიან? გადაგვარებული გრუზინები, ქართველები ეგენი არ არიან.
მიუხედავად არალეგიტიმური ხელისუფლების, აი ეს თქმედებებისა, თქვენ მაინც არაპირებთ გაჩერებას. ხალხს რა გეგმები გაქვთ? ვიცით რომ აქციებს ორგანიზატორი არ ყავთ. ბუნებრივად თქვენი ნებით გამოდიხართ და ძალით არავის გამოყავხართ. როგორ აპირებთ? აი იდგებით ქუჩაში მანამდე სანამ რამე არ შეიცვლება? რა თქმა უნდა, თუ პროვოკაციები არ მოგვიწყეს თვითონ ისი რუსეთისგან ძალიან კარგად აქვს გადმოგენასწავლი. ელოდებით თქვენ პროვოკაციების მოწყობას. იმიტომ რომ პროვოკატორები ამ ხნის მანძილზე ბევრი იყო მასაში. და აძევებდნენ პოლიციელი არ იყო მაგალითად რომ მიგვემართა და გაეყვანათ, მაგრამ ხალხი აძევებდა თავისით. აი აუცილებლად უნდა გკითხოთ, გარდა იმისა, რომ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს ნიღბები უკეთიათ და სახეს არაჩენენ, საპატრულო პოლიციაც, საკრიმინალური პოლიციაც ანალოგიურად არის. რატომ თქვენ როგორ ფიქრობთ? ცხვენიათ ალბათ და რო არ იცნონ მერე სახეს და ქვეყნის მოღალატის სახელი არ დარჩით, ამიტომ. მადლობა თქვენ უსმენთ მოქალაქეებს, რომლებიც მოსულები არიან აი ამ ტერიტორიაზე, თავისუფლების მოედანზე, სადაც განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის რამდენიმე დანაყოფია განლაგებული და მათთან ჰქონდათ პლაკატები მოტანილი, სადაც თამაზ გინტურის სიტყვები ეწერათ და სადაც ნათლად იყო გამოხატული მათი პოზიცია. ყაველაშვილის პლაკატიც თქვენ პირდაპირ ეთერში ნახეთ. ახლა მე მინდა გაჩვენოთ თქვენ თავისუფლების მოედანზე ახალგაზრდების მცირე ჯგუფი მოემართება საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით. ისინიც ალბათ განლაგდებიან აქ სპეცდანიშნულების რაზმის პირისპირ და ალბათ ეს ადამიანებიც ახალგაზრდები ეტყვიან საკუთარ სათქმელს, თუმცა ჩვენ მოვისმინეთ ახლა აქ მყოფი ქალებისგან რა პასუხი მიიღეს მათ სპეცრაზმოლებისგან, რომლებიც ამ ტერიტორიაზე არიან განლაგებული. მე კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ გარდა იმისა, რომ თავისუფლების მოედანი მთლიანად დაკავებული აქვს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დანაყოფებს, ანალოგიური ვითარება პარლამენტის შიდა ტერიტორიაზე და ასევე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ეზოში 9 აპრილის ქუჩაზე. ამის პარალელურად 9 აპრილის ქუჩაზეც არის კრიმინალური პოლიციისა და საპატრულო პოლიციის მობილიზება. ბუნებრივია ქართული ოცნების არალეგიტიმური ხელისუფლების ასეთი პოზიცია, მაშინ როდესაც ამ წუთებშიც პარლამენტში მიმდინარეობს ეგრეთ წოდებული პრეზიდენტის დანიშვნა. ეს არ არის არჩევნები, იქიდან გამომდინარე, რომ მოსახლეობა არ ირჩევს პრეზიდენტს და ამის გარდა არც სხვა პროდასალური პარტიები არიან პარლამენტში. ქართული ოცნება ნიშნავს პრეზიდენტს, სადაც არჩევნებში მხოლოდ ერთი კანდიდატი მონაწილეობს. შესაბამისად, თქვენ პარალელურად უყურებთ რა ხდება, როგორ აფასებს მიმდინარე პროცესს ქართული ხალხი. ისინი დილის საათებიდან უკვე დგანან პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე და ამ პროცესს აპროტესტებენ. ისინი ამბობენ, რომ ხელისუფლება დღეს არის არალეგიტიმური და შესაბამისად იმ პრეზიდენტის დანიშვნა, რომლის დანიშვნის პროცესი ამ წუთებში პარლამენტში მიმდინარეობს, არის არალეგიტიმური.